ქსელის კაბელის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ გიზიარებთ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება შეძენის დროს. იზოლაციის მიხედვით განასხვავებენ სტანდარტულს, პოლივინილქლორიდის იზოლაციით და ჰალოგენისგან თავისუფალ ქსელის კაბელს. საქართველოში მიღებული საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, შიდა სივრცეებში აუცილებელია ჰალოგენისგან თავისუფალი ქსელის კაბელის გამოყენება, რაც მარტივად გულისხმობს, რომ კაბელი არაალებადია, ცეცხლის გავრცელებას უშლის ხელს და ასევე წვის დროს არ გამოყოფს ჰალოგენს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ხშირად მომხმარებლები კითხულობენ განსხვავებას ფოლგიანსა და ფოლგის გარეშე ქსელის კაბელს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ფოლგა ქსელის კაბელის დაცვა ელექტრომაგნიტური გადაფარვისგან. UTP ქსელის კაბელი ფოლგის გარეშეა და ძირითადად გამოიყენება ოფისებსა და სახლებში, სადაც ნაკლებია ელექტრომაგნიტური ზემოქმედების ალბათობა. ხოლო FTP, FUTP და SFTP ქსელის კაბელი სპეციალური ფოლგით და ეკრანითაა დაფარული, რომელიც გამოიყენება ისეთ გარემოში, სადაც ელექტრომაგნიტური ზემოქმედების შესაძლებლობა მაღალია, მაგალითად ქარხნები, საწარმოები, მონაცემთა შემნახველი ცენტრები. ფოლგა და ეკრანი ქსელის კაბელს იცავს სიგნალის ელექტრომაგნიტური ზემოქმედებისგან, რაც მონაცემების გადაცემის სიჩქარესა და ხარისხზე ახდენს ზეგავლენას. ასევე მომხმარებლებს ხშირად აქვთ კითხვა, თუ რა განასხვავებს ერთმანეთისგან ქსელის კაბელის სხვადასხვა კატეგორიებს. ცხრილის მიხედვით კი მარტივადაა გასაგები სხვადასხვა კატეგორიის კაბელის განსხვავებები მაქსიმალურ გადაცემის სიჩქარესა და სიხშირეებს შორის 100 მეტრ მანძილზე, რომელიც სტანდარტით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ინჟინრები კონკრეტული აპლიკაციის მიხედვით არჩევენ ქსელის კაბელის ტიპს, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება კონკრეტულ მოთხოვნას. შერჩევის დროს აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ, რომ ქსელის კაბელი იყოს 100%-იანი სპილენძის შემცველობის, რომელიც მონაცემების მიმოსვლის ეფექტურობის განმსაზღვრელია. დამატებითი ტექნიკური კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.